ბათუმში მიხეილ სააკაშვილის საცურაო კოსტიუმით გამოჩენას მსოფლიო პრესა უკვე გამოეხმაურა. პირველი ასოციაცია, რაც უცხოელ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტის ზღვაში გამოჩენისას გაუჩნდათ, ვლადიმერ პუტინი გახდათ. გასულ წელს პუტინმა ბატერფლაით ციმბირის რეგიონის ტბაში გაცურა, როგორ მოახერხა საქართველოს პრეზიდენტმა ათლეტების საცურაო დისტანციის დაფარვა და მსოფლიოს კიდევ რომელი ლიდერი გამოჩნდა მედიის წინაშე ნახევრად ჩაცმული. შიშველი პრეზიდენტები შორენა ხვიჩია სიუჟეტში. ჩვენ წყალბურთის ვეტერანებთან ერთად და გიგისთან ერთად და რამდენიმე მინისტრთან ერთად მოვაწყობთ 3 კილომეტრ ნახევრს გადავცურავთ. მაყურებელმა ნაციონალური არხების საშუალებით შეიტყო, რომ საქართველოს პრეზიდენტმა შავ ზღვაში ათლეტების საცურაო დისტანციასთან მიახლოებული 3,5 კილომეტრი გაცურა. მიხეილ სააკაშვილს ეს იმის საჩვენებლად დასჭირდა, რომ ბათუმში ზღვაში ბანაობა ოქტომბერში შეიძლება. წყლიდან ამოსულმა პრეზიდენტმა კი იქვე ნაპირზე საკუთარი iPad-ი მოიმარჯვა და ქართული ზღვისპირა ქალაქის უპირატესობაში დასარწმუნებლად მსოფლიოს მნიშვნელოვანი კურორტების კლიმატი ბათუმისას შეადარა. ბოდრუმი 22 გრადუსი, ტენიანობა 68 გრადუსი. ბოდრუმი, თურქეთი, 20 ოქტომბრის მონაცემებით საშუალო ტემპერატურა ცელსიუსის შკალით 21 გრადუსი, ტენიანობა კი 72% და არა გრადუსი, როგორც ამას პრეზიდენტი ამბობს. იალტა, უკრაინა. ტემპერატურა 19 გრადუსი, ბათუმზე 9 გრადუსი ნაკლები, უბრალოდ 18 გრადუსია, 18 გრადუსი და ტენიანობა 67. იალტა, უკრაინა, ტემპერატურა 18 გრადუსი, ტენიანობა 74%. ნიცა, საფრანგეთი. ტემპერატურა ახლა ნიცაში 6 გრადუსი ტემპერატურა და ტენიანობა 53 გრადუსი. ნიცა, საფრანგეთი, ტემპერატურა 14 გრადუსი, ტენიანობა კი 56%. ბარსელონა, როიძახიშა სულ ბარსელონას ადარებ რატომ ადარებ. ბარსელონა 3 გრადუსი ამ წუთში. ბარსელონაში ტემპერატურა და ტენიანობა 81 გრადუსი. ბარსელონა, ესპანეთი, ტემპერატურა 13 გრადუსი, ტენიანობა 67%. ეს იმის გასაგებად, რომ ყველა ამბობს, რომ ბათუმი არის ძალიან ტენიანი. ბათუმი ესეთი. ესე ბათუმში ახლა ტემპერატურა 29 გრადუსი, ტენიანობა არის 42 გრადუსი. ბათუმში გუშინ საშუალო ტემპერატურა ცელსიუსის შკალით 25 გრადუსი იყო, ტენიანობა კი 60%. იცით როგორ არის? მე თვითონ ვიყავი ამ წყალში და 29 გრადუსი იყო ბათუმში, საკმაოდ თბილი იყო წყალი. და მე ვფიქრობ, რომ აი ესეთ ამინში თავისუფალ შესაძლებელი არის საზოგადოებას მოუწოდო და მით უმეტეს ტურისტებს მოუწოდო, რომ ჩამოვიდნენ და აისვენონ და შევიდნენ ზღვაში იბანონ. პრეზიდენტმა და მთავრობის წევრებმა, რომ გუშინ ბათუმში ნამდვილად თბილ წყალში იცურავეს, საერთაშორისო პრესაში ეჭვი არ შეპარვიათ. უცხოური გამოცემები ფიგარო და სიდნეი მორნინგ ჰერალდი წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის შავ ზღვაში ცურვა ძალიან გავს ბატერფლაი სტილში ციმბირის ტბაში ვლადიმერ პუტინის ცურვას. რუსეთის პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს პრეზიდენტ შორის მსგავსებას ხედავენ ქართული ოპოზიციის წევრებიც. გვაინტერესებს, როდო ის გაიმეორებს თუ არა სააკაშვილი პუტინის იმ ნაბიჯს, როდესაც ვებთან ბაიკალის ოლქში თუ არ ვწდები, ასევე რაღაც ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. აი ძალიან მაინტერესებს, თუ ბაძავს მაშინ და თუ აქვს იმდენი ვაჟკაცობა, ყველა ღონისძიება უნდა გაიმეოროს. ალბათ გახსოვთ ცნობილი ქართული ფილმის მოტივები, ქალაქის თავი ნოშრევანი გაგიჟებულაო, ასე გაგიჟდა ნიფხვისამარა ქუჩა-ქუჩა დარბის უკვე პრეზიდენტი და ეს უკვე არის ფსიქიატრების საქმე. პრეზიდენტის ბათუმური ვოიაჟი არც ქართულ პრესას გამორჩენია. ასე გამოიყურებოდა დღეს გაზეთ ალიას პირველი გვერდი. აქ შესადარებლად მიხეილ სააკაშვილის ორი სხვადასხვა დროსა და ადგილას გადაღებული ფოტოა გამოტანილი და იქვე მინაწერიც. დაუკვირდით პრეზიდენტის მკერდს. 6 თვის წინანდელ სურათში მას იმდენი ბალანი აქვს, ქართველ ვაჟკაცს სიამაყით აგევსება გული და უნებლიეთ წამოიძახებ. ვახმე შენს ვაჟკაცობასაო. ახლა ვნახოთ რა ხდება მეორე სურათზე. პრეზიდენტს ან მკერდი გაუკრეჭია, ან კიდევ ეპილაცია გაუკეთებია. მე პირადად ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ სააკაშვილმა არჩევნების პერიოდში ინერვიულად და ბეწვი გასცვივდა. საქართველოს პრეზიდენტი პირველი ლიდერი არ ყოფილა, ვინც პრესის წინაშე ასეთ ფორმაში წარსდგა. თევზაობის დროს გადაღებულმა რუსეთის პრემიერ-მინისტრის ამ ფოტოებმა თავის დროზე როგორც რუსული, ისე უცხოური პრესა ააჭრელა. საფრანგეთის პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის ფოტორეპორტიორებმა ასეთ ფორმაში მეუღლესთან ერთად პლაჟზე მიაგნეს. პაპარაცების წყალობით მოხვდა ინტერნეტში 49 წლის ბარაკ ობამას ფოტოც. საქართველოს პრეზიდენტის მსგავსად პლაჟზე ინტერვიუს მიცემა ბელორუსიის პრეზიდენტმა სცადა, თუმცა სააკაშვილისგან განსხვავებით ალექსანდრე ლუკაშენკო კამერების წინაშე მაისურითა და საკუთარი ქვეყნის დროშისფერი ტრუსებით გამოჩნდა.
157 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობას კი მანდატური ასრულებს. შორნა ბუნტურმა ეს თანამდებობა 11 ოქტომბერს დაიკავა. მანდატურის დირექტორად დანიშნაშა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს. თუმცა შორნა ბუნტურს მედიისთვის ინტერვიუს მიცემის უფლებას არ აძლევს და მიზეზად ახალი დირექტორის მოუცხრელობას ასახელებს. რატომ გახდა შეუძლებელი 157 სკოლის დირექტორის შესახებ ინფორმაციის მოპოვება და როგორ აფასებენ მანდატურის დირექტორად დანიშნას, ქეთი ფარცხალაძე კი ამბობდა. თითოეულ მათგანს უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია, რადგან მოზარდებთან გვაქვს ურთიერთობა. ჩვენ გვევალება მათზე ზრუნვა, რადგან სკოლის უსაფრთხო პროგრამა სწორედ ამას ითვალისწინებს და დღევანდელი ფიცის დადებამ კიდევ უფრო გააძლიერა პასუხისმგებლობის გრძნობა. შორენა ბუნტურმა 15 სექტემბერს სკოლის მანდატურის ფიცი დადო. ეს მანდატურის დირექტორად დანიშნვის პირველი შემთხვევაა, თუმცა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს და კომენტარს არ აკეთებს. სკოლის ყოფილი მანდატური და ახლა უკვე დირექტორი შორენა ბუნტური ინტერვიუს განათლების სამინისტროსთან შეთანხმების შემდეგ გვირდება. მინისტრის პრესმდივანი ნინო პოტრევსკაია ამბობს, რომ ინტერვიუს საწინააღმდეგო არაფერი აქვს, თუმცა დირექტორი მოუცლელია. ნებართვა მაქვს აღებულიო და როგორი ნებართვა გაქვს მეთქი ვეკითხები და რა ვიცი მეტი რა გავაკეთო. შორენა ბუნტური ნინო პოტრევსკაიას ტელეფონის ჩვენივე თხოვნით ესაუბრება, რომ ჩვენთვის მოცემული სიტყვიერი თანხმობა პირადად მოისმინოს. მოგვიანებით კი 5 წუთიან ინტერვიუზე უარის მიზეზად მოუცხრელობას ასახელებს. ნინო, კალი, არ ინერვიულობ, ოდიშს გიხდი, მე მასი არ იმას მიქ, ნერვიულობ. კარგი. კი, მაგრამ თვითონ ხედავს, რომ არ მცალია, მაგრამ მაინც რაღაცა ძალაზე და კარგი. კი ბატონო, ბოდიში ნინო, თქვენ არ ინერვიულობ ბოდიში, კარგით. აი მეტი რანაირად უნდა გავაკეთო, ეხლა უბრალოდ ამიხსენეთ. არ მცალია და всё. არ მცალია, თქვენ მითხარით რომ ნებართვაა. მაქვს და მითხარით რომ ნებართვა არის. არ მცალია. შორენა ბუნტურის შესახებ 157 სკოლაში მხოლოდ ისიციან, რომ 25 წლისაა და მანდატურად მუშაობის 1 წლიანი სტაჟი აქვს. ახალი დირექტორის შესახებ სკოლის პედაგოგები ჯერჯერობით ღიად არ საუბრობენ. ამბობენ, რომ მასზე აზრის შესაქმნელად დრო კიდევ სჭირდებათ. შორენა ბუნტურის პირადი საქმე განათლების სამინისტროში ინახება. სამინისტროს პრეს-ცენტრი დაგვირდა, რომ ინფორმაციას მოგცემდა, შემდეგ კი ზარებს არ უპასუხა. საერთოდ არ მიკვირს, იმიტომ რომ თუ ყველა არაპროფესიონალის დანიშნვა შეიძლება დირექტორად, მანდატურის დანიშნვა რატომ არ შეიძლება? მაშინ თუ ამათი კუთხით მიუდგებით ის ყველაფერი არის მეცნიერული პრინციპების დარღვევა. განათლების ლიგის პრეზიდენტი მანანა ნიკოლეიშვილი დირექტორისათვის სავალდებულოდ პედაგოგიურ გამოცდილებას მიიჩნევს. აქ რომ პატარა გოგობიჭებს ნიშნავენ დირექტორებად, თანაც არ აგრონომებს, ეკონომისტებს, ფინანსისტებს, იურისტებს, ყველა სპეციალ ექიმებს, ინჟინრებს, ვეტექიმებს და ისა, ყველას ნიშნავენ პედაგოგიური პროფილის გარდა. ამან გამოიწვია ეს სავალალო შედეგები. გაუგებარია, რატომ ბლოკავს სამინისტროს პრესსამსახური დირექტორად დანიშნული პირველი მანდატურის შესახებ ინფორმაციას და რატომ არ აძლევს მას მედიასთან ურთიერთობის უფლებას. ტელერადიო კომპანია თრიალეთის დამფუძნებელი ბადრი ნანეტაშვილი შიდა ქართლის ყოფილ გუბერნატორ ლადო ვარძელაშვილს კორუფციაში ადანაშაულებს. თრიალეთის დამფუძნებელმა შიდა ქართლის საოლქო პროკურატურაში საჩივარი შეიტანა. დღეს უკვე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ბრალდებას უარყოფს. დეტალები თამარ გრძელიძის რეპორტაჟში. ტელერადიო კომპანია თრიალეთის დამფუძნებელი ბადრი ნანეტაშვილი შიდა ქართლის ყოფილ გუბერნატორს ლადო ვარძელაშვილს კორუფციაში ადანაშაულებს. ბადრი ნანეტაშვილი ამბობს, რომ დღეს უკვე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა გუბერნატორების დროს მიწის ფართობი, რომლის შესყიდვაზეც გორის გამგეობას პირველად თრიალეთმა მიმართა, მოულოდნელად კავკასუს ონლაინს გადასცა. გორის მუნიციპალიტეტს ადგილის შესყიდვის თხოვნით თრიალეთმა 2008 წლის 24 აპრილს მიმართა. ტელერადიო კომპანიას გორის რაიონის სოფელ ახალდაბის სატელევიზიო ანძის ტერიტორიაზე ახალი ანძის დადგმა სურდა, რათა მაუწყებლობა სახელმწიფო ანძისგან დამოუკიდებლად ეწარმოებინა. გვატყუებდნენ წელიწადზე მეტი გვატყუეს, რომ ჯერ ვერ გააქვთ აუქციონზე და შემდეგ გვეუბნებდნენ, რომ არჩევნების გამო ყველანაირი გაყიდვა და ყველანაირი იჯარა შეჩერებული გვაქვს. დღეს უკვე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ბადრი ნანეტაშვილის ბრალდებას უარყოფს. ამბობს, რომ გუბერნატორის მოვალეობაში მიწების გასხვისება არ შედის და რომ ნებართვის გაცემა თვითმმართველობის პრეროგატივაა. ის ასევე იხსენებს, რომ 2008 წლის 24 აპრილს, როცა თრიალეთმა გორის მუნიციპალიტეტს მიწის შესყიდვის თხოვნით მიმართა, ბადრი ნანეტაშვილი მისი მოადგილე იყო. აქედან გამომდინარე, თუ კორუფციაზე ვსაუბრობთ, მე რო ჩავრეულიყავი, თქვა და თვითმმართველობისთვის მეიძულებინა ან გამგეობისთვის, რაც წარმოუდგენელი არის, რომ ბატონი ბადრი ნანეტაშვილის მფლობელობაში არსებულ ტელეკომპანიისთვის მე მიმეცა რაიმე ქონება,
ეს უფრო იქნებოდა კორუფცია, ვიდრე ვთქვათ ეხლა რაშიც მე მადანაშაულებენ, ხო? ბადრინანეტაშვილის განცხადებით ლადო ვარძელაშვილი სწორედ ის პიროვნებაა, რომელიც მიწის გასხვისების საკითხს წყვეტდა, რის მაგალითადაც საკუთარი ძმის, ასევე ტელეკომპანია თრიალეთის დირექტორის, ჯორი ნანეტაშვილისა და გორის გამგებლის დავით ხმიადაშვილის პირადი საუბრის დეტალები მოჰყავს. პირადი ურთიერთობა ჰქონდა ჩემ ძმას გორის გამგებელ ხმიადაშვილთან, რომელმაც ასეთი რამე უთხრა ჩემ ძმას, რომ ძალიან დიდ პატივს ასცემს ჩემ ძმას, ძალიან დიდ პატივს ასცემს მე, მაგრამ ხომ იცი რომ ჩემი გადასაწყვეტი არაფერი არ არის აქ და ხომ იცი რომ მესამე სართულმა ლადო ვარძელაშვილმა გადაწყვიტა ეს ყველაფერი. მესამე სართულია გუბერნატორის სართული. ლადო ვარძელაშვილთან ერთად ჩვენ გორის მუნიციპალიტეტის გამგებელთან დავით ხმიადაშვილთან დაკავშირებაც ვცადეთ. უწყების პრესსამსახურში განგვიმარტეს, რომ სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ და მათი პოზიცია შეგვიძლია ტელეკომპანია თრიალეთისათვის გაგზავნილ დოკუმენტებში ამოვიკითხოთ. იმ წერილში, რომელიც ტელერადიო კომპანიამ თავის დროზე მუნიციპალიტეტისგან მიიღო, უარის მიზეზი განმარტებული არ არის. იქ ნათქვამია მხოლოდ ის, რომ თრიალეთის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის აზომვითი სამუშაოები მიმდინარეობს. სულ მალე ის აუქციონზე გავა და ტელეკომპანიას შეუძლია მიწა აუქციონის გზით შეისყიდოს. ამ წერილიდან 2 წლის შემდეგ უკვე 2010 წლის 11 თებერვალს იმავე მიწის ნაკვეთს გორის გამგეობა იჯარით კავკასუს ონლაინს აძლევს. ბადრი ნანეტაშვილმა ამის შესახებ მხოლოდ ახლა შეიტყო და გამგეობისგან ახსნა განმარტება მოითხოვა. წერილში, რომელიც თრიალეთს გორის მუნიციპალიტეტმა გაუგზავნა, ადგილობრივი ხელისუფლება კავკასუს ონლაინთან გაფორმებულ შეთანხმებას ადასტურებს. თრიალეთის ხელმძღვანელობისათვის გამგეობისგან მიღებულ დოკუმენტებში რამდენიმე საინტერესო დეტალი აღმოჩნდა. ამ წერილში ვკითხულობთ. შპს კავკასუს ონლაინმა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას ზემოაღნიშნული ნაკვეთის იჯარით გაცემასთან დაკავშირებით მიმართა 2010 წლის 11 თებერვალს. გამგეობის ამ წერილს თან ახლავს იჯარის ხელშეკრულების ასლიც, რომელიც კავკასუსსა და გორის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმდა. დოკუმენტის გაფორმების თარიღი ისევე როგორც მიმართვის 11 თებერვალია. კიდევ ერთი ფაქტი. კავკასუს ონლაინის მხრიდან იჯარის ხელშეკრულების დოკუმენტს ხელს კომპანიის წარმომადგენელი კახა მიქელაძე აწერს. ეს უკვე კავკასუს ონლაინის მინდობილობის წერილია, რომელშიც ვკითხულობთ, რომ მინდობილება ენიჭება კახა მიქელაძეს, რათა მან როგორც კავკასუს ონლაინის წარმომადგენელმა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში აწარმოოს ნებისმიერი მოქმედება, რომელიც არ ეწინააღმდეგება კანონს. კავკასუს ონლაინი დღეს გორის რაიონის სოფელ ახალდაბის სატელევიზიო ანძის ტერიტორიის 500 კვადრატულ მეტრს იჯარის საფუძველზე განკარგავს. ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ფასი 1 კვადრატულ მეტრზე თვეში 24 თეთრს, ანუ მხოლოდ მიწის გადასახადს შეადგენს. კავკასუს ონლაინის პრესსამსახურში დღეს გვიპასუხეს, რომ თრიალეთის თემაზე კომენტარისგან თავს იკავებენ. ტელეკომპანია თრიალეთის სახელით ბადრი ნანეტაშვილმა სარჩელი შიდა ქართლის საოლქო პროკურატურაში შეიტანა. ის პროკურორისგან გარიგების საკითხების შესწავლასა და დამნაშავეების დასჯას მოითხოვს.